დიდ დიღომში გლოვოს კურიერს ცემას. შემთხვევა 26 მარტს ბობ უოლშის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს მწვანე ალმასის ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველები მომხდარის მიზეზზე საუბრობენ. დღეს მწვანე ალმასის კომპლექსში, რომელიც მდებარეობს ბობ უოლშის 30-ში, კურიერმა მიიტანა შეკვეთა. ორი შლაგბაუმია, ჯერ ერთთან გაუშვეს კურიერი აქედან შედიო, მერე იქიდან გამოუშვეს აქეთო, მერე ისევ იქითო. კურიერმა გამოთქვა ნორმის ფარგლებში პრეტენზია, რაზეც დაცვა გაბრაზდა და დაიწყო ჩხუბი. გადმოაგდო კურიერი მოპედიდან და ურტყა ჩაფხუტი. შემდეგ მეორე დაცვამაც ურტყა. გარე ტერიტორიიდან მოცივდა რამდენიმე ბიჭი, ზოგი აშველებდა, ზოგი კი კურიერს ურტყამდა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ კომპანიამ დაცვის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა და განცხადება გაავრცელა. ჩვენი კომპანია დიდ პატივს სცემს ყველა თანამშრომელს. ყველაფერში მხარში ვუდგებით და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ მათი სამუშაო ყოველდღიურობა. თუმცა ჩვენი კომპანია გმობს ძალადობას. ფაქტია, რომ კურიერი ნაცებია და შეურაცხყოფილია. შიდა უსაფრთხოების თანამშრომელს აქვს თმენის ვალდებულება, მით უმეტეს, როცა ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას. ჩვენ გვიწევს დავამშვიდობოთ ინციდენტში მონაწილე შიდა უსაფრთხოების თანამშრომლებს. რაც შეეხება დაზარალებულ კურიერს, მოვიძიებთ მასზე ინფორმაციას, აუცილებლად გავესაუბრებით და გვექნება შესაბამისი ქმედება. წუხوارთ, რომ მობინადრეები გახდით ასეთი ფაქტის მომსწრე. თუ ვინმე იცნობ აღნიშნულ კურიერს, ან თავად ნახავს ამ პოსტს, გამოგეხმაურეთ. ნათქვამია დაცვის კომპანიის განცხადებაში. სოლიდარობის ნიშნად 27 მარტს კურიერები დიდ დიღომში ბობ უოლშის ქუჩის 30 ნომერში საცხოვრებელ კომპლექსს მწვანე ალმასთან შეიკრიბებიან და მომხდარ ინციდენტს გააპროტესტებენ.